უღრებო, ჩემო საყვარელო და უსაყვარესო მშობლებო. დღეს ზედამაგი საჯარო სკოლის მეოთხე კლასი წარუდგენთ მეოთხე კლასის დასრულებასთან დაკავშირებით ღონისძიებას. ეხლა კი თქვენ დებათვით დავახასიათებთ და შეგულობთ თითოეულ მათგანს. მე მოგეცით რომ გავიდე პოეში და იქიდან მოგესალმებათ თითოეულს. იცავს პრინციპებს თავისას და არ გადათქვამს არაფრით.
ბიჭი უყეს თუ არ ჩავდვი, ბიჭია მართლაც საყარი. Not nomination. ყოველთვის გაითვალისწინეთ ჩემი თქვენი მშობლების მასწავლებლების რჩევა დარიგებებს. იყავთ საუკეთესოს და შორის საუკეთესო. თქვენი ყოველი სიტყვა, მოფერება, ჩახუტება, ცელქობა, გაბრაზება ჩემთვის ფასდაუძებელი საჩუქარია თქვენ. როცა გულით და სულით კიდევ ბევრი ვისაუბროთ თქვენ შესახებ, მაგრამ ჯერ ცოტა დროის პრობლემაც გვაქვს და მე კიდე მე თვითონ არ მაქვს შესაძლებელია იმდენი
ეს არაფერი შესაძლებლობა, რაც თქვენ გეკუთვნით და როგორიც მინდა რომ თქვენთან ერთად ვიყო. არ ვიცი კიდე როგორი სიტყვებით ყველა ამ ქვეყანაზე მინდა ყველაზე მეტი ბედნიერები იყო და არასოდეს მე მჯერა რომ თქვენ არ გამიწყდეთ და შემთხვევაში თქვენ ყველაზე მიღწევი წერილი იქნებით. ყოველთვის მივუყვეთ თქვენ გვერდით სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის გიმეგობრებ და როგორც გითხრათ ისეთი მიტკნებით მე თქვენით. გლოცავ ჩემო კარგებო და ეხლა ჩვენ კი შეიძლება მე თქვენზე კარგი საუბრით, მთელი დღე საუბრით, არც დავიღლები და არც მომწინდება, მაგრამ ჩვენ სტუმრები გვყავს და ამიტომ ჩვენ ახლა ღონისძიება გვაქვს ჩასატარებელი და ჩვენ სტუმრებს ვაჩვენოთ თუ ვინა ვართ ჩვენ. ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს.
სხვა რათმოს ქართველობის დასრულს პროცესი, რას გამარჯვებ გულ სიმღერა რამოდის ლექსი, ჩემო სამშობლო, შეგიცნობენ როდესმე მჯერა, რა დააგდობებ შესაბამადაგას აბრა და ვერა, ის ხობია ჯერანო მოგოლილა ჩამგვიკლავს წემენა, ვინ მორთულას ქართლს, გული უძგერს სამშობლოს ხენა. მოსახვეში საქართველოს მაგ მოხუცებული კაცი აი ჟვეთი რომ წარმოგიდგენია ისე ჭაღარათმა და უჟიბა სამი თეთრი წვერი აქვს წვერი ძველ მუხის ხილისგან გამოდის ტახტზე ზის მარჯვნივ ტაბლაზე ბიბლია და ვეფხის ყავსანი უდევს სხვა პირველი წიგნიც დროს დრო საჭრეთას იღებს და ულამაზეს ასვებს აჩვენებს ტაძრის კედლები აკა იქ ვაზი გამოხავს მისი ეზო ვაზი ამფლიანი სანაოჭებობს ახეს ორი შავი ზღვის ფერი მუქის უმოხდეს ფალი უშველი ჩოხის ზემოდან ჯაჭვის პერანგი აცი მიღლიაში გარკვეული გორგასანის ათასობით ნახულებით აქვს მთელი სხეული დასერილი თურქ-სელჩუკთა მონღოლარაბთა შინაურთა თუ გარეულთა სახსოვანი ჭაღარათმას დაუხის გვირგვინი მარჯვენას თამარის კვერთხი უმშვენებს ყელზე დაკის ერთზე წლიურ ნაიარები დემეტრეს ხსოვნა როცა მოყვარება ქართელში სამოს სიხდის თაფის წაისვლა მზიძი დაძრევა დაშანთული აქვს სრულიად უნგერდი სუჯულის შეცვლას თუ სთხოვი გზად თუ შეხვდა მხრიდან აზრის ვაგზით წაიყვანს ფერეიდნი და შვილებით სიმღერა ჩაესმის ლალე გულის რემლებით ტირის მტრის შექმნის კვალი სამოსისე დამჩნევია მეღარიშობს ნატყობიას გაუვლია მარჯვენა კედლში ილიას თვილავეთში რამდენი მტერი თუმ სტუმრად მოსულ მტერსაც მათ მიიღეს ჯიხვის მწვად შეუძლოს მას პინძავდეს და ერთერთობის დაგდროთვის ადრებზელოს ეკროს წითელ დროშაზე დამთხეული უნიკერების სიცხეს სანდობს უღმეთოდ 1917 წელს გლოვობს სახეზე ბიჭვის ნაკლები არ შეხვევცებია 9 აპრილის ასმოს ერთმანეთი რომ ჭამეთ ნარჩენები ჩვენი ჯერ კიდევ ყავს სუნი აწუხებს მარცხენა ხელს ვეღარ ხმარობს ალბათ აფხაზეთი და სამაჩაბლო თრუა საფეთქეზე ნატრიანი ვისი ხელის ნაჩუქარია იქნებ მისივე მიტოვებულმა გაყიდულმა იქნებ თავის ძის თუ გამცემის და გამყიდველის ხელის პალია იქ გულაში ერი ბევრი ყავს ვისა საბოლოო მისი გაქრობა მისი წიგნების მისი ნაქადი ასოების ვეფხის ყავს მისი პერანგის მისი ჩოხის პერჩეს გვირგვინას მისი ხელს სამუდამოდ მოკვეთა უნდა ჩვენს მოსახვეში ღმერთი ხოს მუდარია ეს მოხუცით მარადიული
დედა უძღვნის ყველაფერს ჩვენს განოცხადებს ჩვენს რადგან არა დედა მისცემს დედა იცავს დედა მისცემს როდესმე გაწყენილი ახლა ვიმოყადიება შენ შუცური საქცე ვიცი არ მეპარიება დღე და ღამე მარიგებდა მუდამ ჩემი დაზიო მას დაბლო კარიშმე დედის გულის ღარდიაო დაგიკრიფავია ბაზეს სიყვარული ჩემრა ყოლას ვიდები რომ ვიცავდა გასახრება დედიკო გადაიბარდა ნუში, რაღაცამ გამოიყურა, გაითამაშა მუში.
Oh,
პირველი მეოთხე კლასი ჩათვლით, ძალიან კარგები, ოჯახები, ძალიან ერთგული მეგობრები რო იყვნენ და ყველა სასკოლო დავალება ძალიან კარგად რო შეასრულეს. თითოეულს დავაჯილდოვებთ სიგელით. მურმანი აბრამი. ასოსელი. ეიშვილი. ბარბარე აბრამი. საძე. გაბრიელ სოსის. რეზი ფიდინეიშვილი. ბარბარე სევა. მადლობა თბილის სიყვარულისთვის, ლოცავ და გული და სულით. ეხლა კიდევ სამახსოვრო წიგნებს გადავწევ, კითხვა ძალიან უყვართ ბავშვებს და იმედია მთელი საფუძვი ამის და კიდევ სხვა დამატებით ლიტერატურას გაიგებთ.
აი ბავშვები, ეს არის მანანა მასწავლებელი, რომელიც თქვენ მეხუთე კლასში იქნება თქვენი დამკვირვებელი და გადასრულებინებს სკოლას. მანანა მასწავლებელი რომ მინდა რომ თქვენი მომავალი მეხუთე კლასთან ერთად დასაეცემოთ მეთორმეტე კლასის ჩართვით, ვისურვოთ პირველ რიგში ჯანმრთელობა გისურვოთ ყველას ერთად, კარგი სწავლები, წარმატებები და მე დიდი სურვილი მაქვს რომ თქვენ ვიპყრობთ განათლების სისტემის უმაღლესი მწვერვალები. მე ვიჯერა ესენი ისეთი კარგი ბავშვები არიან და ისეთი კარგი მშობლები, შვილები არიან, რომ მე ჩვენ მასწავლებლებს, თავის მშობლებს და საქართველოს იმედს არ გაუცურვებს და სასახელოდი გამოვდეთ. წარმატებებს ვისურვებთ, წინსვლას ვისურვებთ და მე ყოველთვის თქვენ გვერდით მივდოდეთ, მაგრამ ერთ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ და შევჯერდეთ. მგონი ამისი წინააღმდეგი არც ბავშვებია, არც მშობლები. თქვენ სადაც იქნებით, სკოლის გარეთ, ეს იქნება დაბადების დღეები, ექსკურსიები თუ რაიმე მნიშვნელოვანი დღეები, მე ყოველთვის ამ ბავშვების და თქვენ გვერდით უნდა ვიყო. ანუ რა თქმა უნდა, კიდევ ვისასწავლო და გასწავლების მასალები. კიდევ ერთხელ გულოცავთ წარმატებებს და წინსვლას ვისურვებთ. ეხლა მე თქვენ დიდი მშობლების გვერდით დგომა და ძალიან კარგი მშობლები ყავთ და უბრალოდ ისეთი კარგები ხართ. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მე არ მომეწევა საშუალება მოვდუნდე და ისეთი არ ვიყო როგორც მინომასწავლებელი. ისეთი ფრიალები ხართ, ისეთი საყვარლები ხართ და მინდა უფრისგანიყოთ დაგილოს ამ გზას მომდენო საფეხურზე ყველაფერს კარგს გისურვებთ და ეს შევეცდები ვიყო ისეთი როგორც თქვენი ჩვენი დღევანდელი დღე ასეთი ლამაზი რო არის, ასეთი ორიგინალური რო არის, მე ჩავატარებ ესე ასეთი ესეთი მრავალფეროვანი და განსხვავებული ნამდვილად არ ხდებოდა. ყველასე დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა მინდა გადავხადო ჩემს საუკეთესო მშობლებს. მე ესე დავიწყე რამდენი მე არ ვიცოდი თუ აკეთებდნენ და მე თვითონ ვერ ვეტყოდი, უბრალოდ ვერ ვკადრებდი. ანუ ჩემი ჩანაფიქრი უფრო მეტი გააკეთეს და შეძლებს. უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო მშობლებო. სულ გვერდით მოდექით ეს 4 წლის მანძილზე, მაგრამ დღევანდელი დღე ხო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გაიხარეთ, კარგად იყავით თქვენი ოჯახი, თქვენი შვილები, უბრალოდ უნდა გეხართ თქვენი მომავალი. თქვენ საუკეთესო მოსწავლეები, საუკეთესო მშობლები. დიდი მადლობა ყველაფრისათვის. ეხლა კი ანუ მასწავლებელო ერთი წუთით მე თქვენ დაახლოებით თქვენ მომავალი მეხუთე კლასთან და მე კი უნდა შემოვიყვანო და საზოგადოებას გავაცნო ჩვენი მომავალი პირველი კლასელები. აი ზუსტად გამახსენდა ეს სიტყვები, რომ მასწავლებელობას გმირობას გიხდის ერი.
აი ეს დღეს შენ ეს გმირობა გვაჩვენე ქალბატონო ნინო. სულ ცრემლები მადგებოდა, აი რამხელა შესაძლებლობები არის ჩვენს ბავშვებში, რამხელა ნიჭი იბადება, რამხელა შესაძლებლობები აქვს და აი შენ მადლობა იმისთვის რომ აი ეს ყველაფერი ამ ერთ დღეს ამ 2 საათში კი არა 4 წელში ამ ბავშვებში ჩამოაყალიბე. როგორ არ მახსოვს პირველ კლასში რომ ტიროდნენ ესე დედას ხელს არ უშვებდნენ ისეთი პაწაწინები იყვნენ რომ აი კომპიუტერები რო გადავეცით ზოგს ისიც არ შეეძლო რომ ეს კომპიუტერი დამოუკიდებლად დაეჭირათ დაეკავებინათ ხელში და აი დღეს უხედავთ ამ შენი 4 წლის ნაშრომს ამ შენი 4 წლის ნაღვაწს არ არის ხალხო მშობლების და საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა მასწავლებლის შრომა არ არის ადვილი აი წარმოიდგინეთ ბავშვმა რომელმაც ზოგიერთმა რა თქმა უნდა აი გამართული საუბარიც არ იცის აი იმას უნდა შეასწავლო მარტო დედაენა კი არა და მარტო რაღაცა მეცნიერება კი არა ადამიანობა სიყვარული ურთიერთობა მეგობრობა აი რაც დღეს აქ შევხედეთ და შევუშვით კიდევ ერთხელ ქალბატონო ნინო დიდი მადლობა მე მაგალითად ჩემი თავის და ჩემი კოლექტივის მადლობელი ვარ იმით რომ ესეთი კარგი მასწავლებელი ჩვენ სკოლას ჩვენს კოლექტივს შემოემატა და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გვერდში დგომა მხარდაჭერა იგივეს დარწმუნებული ვარ იგრძნობ ჩვენგანაც ძალიან დიდი მადლობა ამ მშობლებს აი უსაზღვროდ მადლიერი ვარ ქალბატონებო აგერ შეხედებოდი ახლა ისე მასწავლებელი რომ რო არა თქვენი გვერდში დგომა მასწავლებლის თქვენი შვილების ხო დღევანდელი დღე რა თქმა უნდა ეს ლამაზად არ ჩაევიდა აი როგორ წეღან ბავშვები მღეროდნენ და სიმღერაში ერთის დავიჭირე ესეთი ისა რომ ერთმანეთის გვერდში დგომით აი ესე მხარში დგომით ყველაფერი კარგად იქნება მართლაც ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და მიხარია რომ ესეთი კლასი ზევით ცოტა ზევით მე-5 კლასის ზევით უკვე ემატება ჩვენი ზედა კლასის რიგებს და ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დიდი მადლობა კიდევ ნინო მასწავლებლის გარდა ასავლიდა თამთა მასწავლებელი, ნათია მასწავლებელი, მელანო სხვადასხვა არ გამომრჩეს კიდევ თუ ვინმე ასავლიდა. ეს ყველა მასწავლებლის ერთად დამსახურება ის, რაც თქვენ ხართ დღეს და აი შემდგომ როგორებიც იქნებით, როგორი კარგებიც იქნებით, მაგრამ თქვენ უკვე ისეთ ფესვებზე გეხართ ისეთ ფეხებზე გეხართ უკვე ლამაზად თქვენი მასწავლებლის დამსახურებით რომ ეს საუკეთესოდ გაგრძელდება მე ამისი მწამს მე ამისი მჯერა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნინო მასწავლებელო დიდი მადლობა ქალბატონებო ბავშვების მამებო თქვენს უკან ისინი დგანან და გიმაგრებენ ზურგს ესე ვთქვათ და ყველას ერთად ერთმანეთის გვერდში დგომით გაგვეგრძელებინოს ის დიდი საქმე რომელსაც განათლების სისტემა უდგას სათავეში შემოსაყვარელო მე-4 კლასელებო მშობლებო გილოცავთ დღევანდელ დღეს ქალბატონო ნინო მასწავლებელს და ყველა იმ მასწავლებლებს ვინც მე-4 კლასას ასწავლიდა ბავშვებო თქვენ არიცით როგორ ბედნიერ ვარსკვლავზე ხართ გაჩენილი იმიტომ რომ საუკეთესო მშობლები ხართ ძალიან კარგად გზრდიან თქვენი მშობლები და ეს უკვე გამოჩნდა და როგორი დამოკიდებულება აი დედაშვილობა რომ იცეკვეთ იქ აი გული და სიამით ამასო და სულცრემლები მომადგა ძალიან ბედნიერები ხართ დედებო ასეთი კარგი შვილები რომ კიდე მეტნიერ ვარსკვლავზე ხართ გაჩენილი იმიტომ რომ ასეთი კარგი მასწავლებელი შევხვდათ ჩემ ნინო მასწავლებელი მთელი სული მთელი გული ჩადო თქვენს განათლებაში თქვენს აღზრდაში და როცა კარგი მშობელი კარგი მასწავლებელი ზრდის ბავშვებს ეს ყველაზე მთავარია და მე იმედი მაქვს და თქვენც იმედი გქონდეთ ზედა კლასებში როცა გადავა თქვენი შვილები კარგი მასწავლებლების ხელში აღმოჩნდებიან თავარი ხალხო კარგი ადამიანები გაიზარდეთ ბავშვებო აუცილებელია სწავლა იმიტომ რომ პროფესიას ღებულობ და ჩვენი არსებობა ჩვენს პროფესიასია დამოკიდებული მაგრამ ნახეთ ვინც არ უნდა იყოს რა პროფესიაც არ უნდა აერჩიო პირველ რიგში მე გთხოვთ და გისურვებთ რომ იყოთ საუკეთესო ადამიანები
ადამიანობაში არ შეგეშალოთ რა მეთორე ცხოვრება ისეთი რთულია რაღაც შეგეშლებათ რაღაც არ შეგეშლებათ მაგრამ როცა ჩამოყალიბებული ხართ კარგ ოჯახში ზდებით კარგ სკოლაში მიიღეთ განათლება ჯერა რომ სულ წარმატებულები იქნებით სულ ვერნიე გზაზე გევლოთ გამრავლდით გაწლიეთით და გაიხარეთ მე ამათ შესახებ არ მოწინება აღნიშნეწევა და არც დავიწყდები. იმდენი კარგი მოსწავლეები მაქვს ამ ბავშვებთან, მაგრამ ეხლა ცოტა მეცხოვა და დასასრულისკენ მივდივარ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბავშვებო შობლეთ. ეხლა კი მასწავლებელო თქვენ ბავშვებთან და მე კი შეგვიყვან მომდევნო მომავალ პირველ კლასელებს. ამით ხევაძენი ჩვენი ღონისძიება დასრულდა.